2025-26 სასწავლო აღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯაროდ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 ივნისს დაიწყება. სააგენტოს ცნობით პროცესი 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთა დაძმაც უკვე კონკრეტული ბაღის აღსაზრდელია. პირველ ეტაპზე ბაღებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სასრული ბაღის დირექტორთან უნდა წარადგინონ და განცხადება დაწერონ. შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება, რაც შეეხება მეორე ეტაპის რეგისტრაციის დაწყების და დასრულების ვადებს. პროცესი 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იწარმოებს. დარეგისტრირებას ელექტრონულად შეძლებს ყველა მსურველი, ვისაც 2 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება. 2025-2026 სასწავლო სააღზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია გორის მუნიციპალიტეტში იწარმოება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 20 ივნისს და გაგრძელდება 24 ივნისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან ის აღსაზრდელები, რომელთა დედმამიშვილებიც უკვე არიან ჩვენი საჯარო დაწესებულების აღსაზრდელები, ანუ დედმამიშვილების რეგისტრაცია იქნება. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა მშობელმა საბუთები უნდა წარადგინოს ადგილზე იმ ბაღში, სადაც უნდა აღსაზრდელის ჩარიცხვა. მეორე ეტაპი დაიწყება 25 ივნისს და გაგრძელდება 5 ივლისის ჩათვლით. მეორე ეტაპი იქნება ელექტრონული წესით, ანუ ელექტრონულ პორტალზე gori.kits.g. პორტალი გაიხსნება 25 ივნისის 12 საათზე და დაიხურება 5 ივლისის 6 საათზე. მეორე ეტაპზე რეგისტრაციის გავლა შეიძლება ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ბაღში ჩარიცხვა უნდა. საბუთების მიღება ვინც მოხდება და ჩაირიცხება მეორე ეტაპზე, უნდა მოხდეს სააგენტოში და წარადგინოს მშობელმა 22 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.